აქციის მონაწილეებმა დაინახეს, რომ მათი რაოდენობა იკლებს. 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლები ადამიანი ჰყავთ ირგვლივ. ახლა მთელი ქვეყნიდან იკრიბებიან ერთ მუნიციპალიტეტში შესაკრებად. ამიტომაც ისინი ირჩევენ რადიკალიზაციის გზას და იძულებულნი არიან ეცადონ ძალადობრივად იმოქმედონ. შევეცდები დემონსტრაციამდე დავაკავოთ ყველა ის პირი, რომელიც ძალადობას გეგმავს. მთელი სერბეთიდან ველი 60-დან 80,000-მდე მოქალაქის ჩამოსვლას. მეტის არა. გაარწმუნებთ, სტუდენტები სასწავლო წელს დაკარგავენ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. ისინი შეეცდებიან გააკეთონ ყველაფერი, ბინძურად გამოიყენონ სტუდენტებიც. დიდი ბოგოტება მოხდება, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. ძალადობის ჩამდენ ყველა პირს ვაჩვენებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ბუნტის მომწყობ ყველა პირს დავაკავებთ. ნებისმიერი, ვინც შეეცდება მიიტანოს შტურმი პარლამენტის შენობაზე, პატარა ქვაც კი ის როლს პასუხისგებაში მიეცემა. მოვუწოდებ ყველას მოიქცნენ ცივილურად ამ ქვეყნის კანონების შესაბამისად. სერბეთის პოლიცია და ყველა შესაბამისი უწყება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ფერადი რევოლუციის მცდელობას. ძალიან კარგად ვიცი, რომ 15 მარტს დემონსტრანტები სახელმწიფო სტრუქტურების ხელში ჩაგდებას გეგმავენ. ამიტომ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ სახელმწიფოს და ფიქრობენ სტუდენტების ექსპლუატაციით, გეგმისა და პროგრამის არარსებობით, კვლავ შეუძლიათ ძალაუფლების დაბრუნება, მივმართავ. არ ჩაედინონ ძალადობრივი ქმედებები, რადგან შემდეგ ჩემი დადანაშაულება ძალადობის ჩადენაში ვერანაირად ვერ შეცვლის მოცემულობას.